მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით. 2012 წელს საქართველოს შეუერთდა ევროსაბჭოს კონვენციას კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესახებ. ასევე 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში შეიქმნა კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შეიქმნა და დაინერგა საბაზისო ტრეინინგ მოდულები კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით. ასევე შეიქმნა ორგანიზებული დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. დღეს EUTOS ხელშეწყობით მათი ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში იმართება ორდღიანი სასწავლო ტრეინინგ კურსები რეგიონალური, სადაც მონაწილეობას ღებულობენ როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის რესპუბლიკის სამართალდაცვავი ორგანოს წარმომადგენლები. მეტად მნიშვნელოვანი ტრეინინგია, მონაწილეები მიიღებენ როგორც ცოდნას, ასევე ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას. Cybercrime, it's a big important concern for organization because it's also part of the transnational organized crime, and so this training will have two aims. The first aim is to build the capacity of Georgian and Armenian law enforcement officers dealing with cybercrime, but also to facilitate the network between the two countries on this hot topic.